მოგესალმებით ყველას, ბაზრობა ინფოს ავტორი და წამყვანი ლევან სურგულაძე. დღევანდელ ვიდეოში მე მინდა გესაუბროთ ბაზრობა ინფოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტზე, რომელსაც წარმოადგენს English Club G. English Club-ი შეიქმნა ერთგვარ ალტერნატივად იმ ვიდეო გაკვეთილებისა, რომელიც დღესაც შეგიძლიათ იხილოთ ბაზრობა ინფოს ვებსაიტზე. ვიდეო გაკვეთილები არსებობდა სხვა საიტებზეც, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვიდეოები წაიშალა, აღარ არსებობს. აღარ არსებობს არა მარტო ეს ვიდეოები, არამედ თავად საიტებიც, რომელზეც ეს ვიდეო გაკვეთილები იდო. ასეთ ვებსაიტებიდან ყველაზე გულდასაწყვეტი არის თვალი ჯის გაქრობა ინტერნეტ სივრციდან. მოგეხსენება დღევანდელ ინფორმაციულ ეპოქაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიმდიდრე ეს არის ინფორმაცია და რა ის ტრადიციული სიმდიდრეები, რომელიც აქამდე ქონდა ადამიანს, ეს არის ფული, ოქრო, მანქანა, ქონება და ასე შემდეგ. დღეს თუ გაგაჩნიათ ინფორმაცია, ხართ მდიდრები, თუ არა და ხართ ღარიბები. ამიტომ ინფორმაციის სწრაფად და ოპერატიულად მიღებას და შემდეგ ამ ინფორმაციის ოპერატიულადვე რეალიზაციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თქვენ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. ამისათვის მე გადავწყვიტე მესწავლებინა არა ქართულ ენაზე ეს ინტერნეტ ტექნოლოგიები, არამედ თავად ინგლისური ენა, რათა თქვენ ყველაზე ოპერატიულად და სწრაფად გქონდეთ წვდომა იმ მასალებზე, რასაც აქამდე მხოლოდ მე ვხედავდი და შემდეგ ქართულ ენაზე დამუშავებული სახით გაწვდით ვიდეო გაკვეთილებში. English Club-ი ეს არ არის უბრალო ინგლისური ენის კურსები. ეს არის ორიგინალური მეთოდიკა, რომელსაც მე ვეძახი საკლუბო სისტემას, საკლუბო მეთოდიკას. ჩვეულებრივი ინგლისური კურსებისგან განსხვავებით, სადაც მოსწავლეებს აჯგუფებენ დონეების მიხედვით, აქ მოსწავლეები ერთგვარად კლუბის წევრები ყრია ჩვენთან მოსწავლეებს. კლუბის წევრები ჯგუფდება ინტერესების მიხედვით. მაგალითად, თქვენ თუ ხართ პროგრამირებით ან კომპიუტერული რაიმე ტექნოლოგიებით დაინტერესებული, თქვენ მოხვდებით თქვენივე ინტერესების მქონე ადამიანებთან. თუ ხართ ექიმი ან მედიკოსი, მაშინ თქვენ მოხვდებით ექიმების წრეში. თუ ხართ იურისტი მაგალითად ან მაგალითად სპორტსმენი, მოხვდებით შესაბამის ინტერესების მქონე ადამიანებთან ჯგუფში. და ეს ბევრად დააჩქარებს თქვენი ინგლისური ენის შესწავლის პროცესს. ინგლისური ენის შესწავლის დაჩქარება ხდება არა მარტო ინტერესების გამო, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ ინგლისური ენას სულ სხვა კუთხით შევხედეთ. შევხედეთ სულ სხვა კუთხით და როგორც ესეთი შედარება რომ მოვიყვანოთ, ციხესიმაგრე. ავიღოთ ინგლისური ენა როგორც ციხესიმაგრე და არის კარიბჭე მასში შესასვლელი, რომელიც ძალიან სქელი კარებით არის ჩარაზული. და თქვენ როცა ამ კარებს ამტრევთ, ეს კარები ძალიან ძნელი დასამტვრევია. იმის მაგერად რომ ეს კარები ამტრიოთ, ხო არ ჯობდა მოგევლოთ სხვა მხრიდან, ეგება სხვა მხრიდანაც ყოფილიყო უფრო ადვილი შესაძრომი ან შესასვლელი. სწორედ ეს შესაძრომი მოძებნა ჩვენ ინგლისურ კლუბში და გთავაზობთ ინგლისურ ენას სულ სხვა კუთხიდან. მაგალითისათვის მე გეტყვით ერთ ფაქტს გეტყვით ინგლისურ ენასთან დაკავშირებით. ეს არის დროებთან დაკავშირებული კითხვა. აი, რამდენი დრო არის ინგლისურ ენაში? ბევრი ინგლისურის მასწავლებელი იძახის, რომ ინგლისურ ენაში არის ზოგი იძახის 12, ზოგი იძახის 16, ზოგი საერთოდ ფანტასტიკურ ციფრებს ასახელებს 24 დრო არისო. და მოდით დავუსვათ ჩვენ თავებს კითხვა, რამდენი დრო არის ქართულში, რამდენი დრო არის რუსულში, რამდენი დროა გერმანულში, ესპანურში, იტალიურში და სხვა ენებში? პასუხი არის ძალიან მარტივი. 3 დრო. მაშასადამე ჩვენ არ გვჭირდება ვისწავლოთ რაღაც 16 რაღაცა, 16 ერთეული. ჩვენ საკმარისია ვისწავლოთ 3 რამ, რაც უკვე ისედაც კარგად ვიცით ქართულში. ყველამ იცის რა განსხვავება არის ახლანდელსა, წარსულსა და მომავალს შორის. მაშასადამე ეს თქვენ უკვე იცით. და ინგლისურ კლუბში თქვენ დარწმუნდებით, რომ ბევრი რამ, რასაც თქვენ ბჭყალებში გასწავლიან და გიტენიან თავში, ბევრი რამის სწავლება თქვენ არ გჭირდებათ. შესაბამისად, თქვენ ამაზე დრო არ უნდა დახარჯოთ. მოგეხსენება, დრო არის ფული. ფული კი ის არის, რაც ყველას სჭირდება, მათ შორის ინგლისური წრეების მფლობელებს. მე არ ვიცი, რომ გინდა თუ არა მასწავლებლები არიან ამაში დაინტერესებული. დიახ და მოკლედ ეს კურსები, უმეტესობა ამ კურსებისა აკეთებს ფულს იმაზე, რომ თქვენ გახარჯინებთ დროს
და გართმევთ ფაქტიურად ფულსაც და დროსაც. ინგლისურ კლუბში თქვენ შეგიძლიათ სწავლასთან პარალელურად დაეუფლოთ იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენი წარმატებისთვის არის საჭირო თქვენივე პროფესიაში, ან თქვენ ცხოვრებაში. ამიტომ ჩვენი საკულტურო სისტემა არის ჩაკეტილი სისტემა. ჩაკეტილი სისტემა არის იმიტომ, რომ ჩვენ არ აქვს პრეტენზია, რომ გავაცხადოთ, რომ ჩვენ ვართ რაღაცა ინგლისურის კურსები. არა, ჩვენ ვართ კლუბი, რომელიც გეხმარებათ თქვენივე წარმატების მიღწევაში ინგლისური ენის გასაღების ფაქტიურად ჩუქებით. და მოდით ახლა კონკრეტიკაზე გადავიდეთ. რამდენ ხანში შეიძლება დაეუფლოს ადამიანი ინგლისურ ენას ინგლისურ კლუბში? მე გეტყვით ზუსტად ციფრებს. ეს არის 3 თვიანი კურსი. და ამ 3 თვეში თქვენ დაეუფლებით ინგლისური ენის 5-ვე მიმართულებას სრულად. ეს 5-ვე მიმართულება ეს არის წერა ცალკე, კითხვა ცალკე, გრამატიკა რაც მთავარია, მოსმენა და ლაპარაკი. თქვენ მეტყვით რომ 3 თვეში წარმოუდგენელია ინგლისურს ფლობდე სხვადასხვაობით და მეც გეთახმებით, დიახ, წარმოუდგენელია. და ინგლისურის ფლობის სისწრაფე არის რაღაცის ხარჯზე. კი ბატონო, გეთახმებით, რაღაცის ხარჯზე უნდა მოხდეს ეს დაჩქარებული სწავლა. და მე გეტყვით რა არის ეს. ეს არის ლექსიკონი, ლექსიკური მარაგი. საკულტურო სისტემა ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვენ ის ლექსიკური მარაგი მოგცეთ ხელში, რომელიც თქვენ პროფესიისთვის არის ყველაზე საჭირო. და სხვა ლექსიკური ერთეულები, მაგალითად, თუ ხართ პროგრამისტი, არ გჭირდება თქვენ სამედიცინო სიტყვები, თუ ხართ თქვათ იურისტი, არ გჭირდება თქვენ რაღაც ხელოვნებასთან დაკავშირებული სიტყვები და ასე შემდეგ. აი ზუსტად იმ სიტყვების მარაგს მოგცემთ, რაც თქვენ პროფესიაში ჭირდება. მოდით ბევრს აღარ ვილაპარაკებ. თქვენ აუცილებლად უნდა ამჯობინოთ ლაპარაკს ერთხელ ნახვა, როგორც იტყვიან, 100 ჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი გერჩივნოსო და კვეც იგივეს გირჩევდით. მობრძანდით, ნებისმიერი ადამიანისთვის კარი ღიაა. მობრძანდით და ჩვენ შევეცდებით თქვენს დახმარებას თქვენივე წარმატებისათვის. გისურვებ წარმატებას და გელით English Club-ში.